როდესაც პოლიციამ შემიწოვა, ზურგით ვიდექი რა, როდესაც შიგნით შემაგდეს. პირველივე რაც გააკეთა უკვე მომდა ყაბალახი, ესეთი საფალი და ქუდი მეხურა და ერთი ხელის მოსმით ამაცალა, ჯიბეში მქონდა ხელი რა, ტელეფონი მქონდა და ეგ გამოვიდა და ეგეც წავართვა რა და მერე დანარჩენებმა ხელებს ფეხებში ამიყვანეს და ზემატყება დამიწყეს. რამდენი ხანიც მე მირტყავდნენ, იმდენი ხანი რა ვიდეოებიც მანამდე მაქვს ნანახი, არავისთვის არ ვუთხე. ანუ რეგბზე დავდიოდი, ნაკლები ტრამვა როგორ უნდა მიმეღო, ვიცოდი და მაგით დავიძღვიე თავით. გარშემო ვინც იყო ყველა მიბრახუნებდა და მეორე და მესამე რიგიდანაც სურვილს გამოთქვამდა. მე უკან გადამიყვანეს პარლამენტთან მანქანა იდგა ესე რა ქვია ფურგონი პოლიციელების იქ შემაგდეს, არ ვიცი, იქ გავითიშე. გადაწყვიტეს ჩემებადი კაპეზე მომიწევდა თუ საავადმყოფო რა, ანუ ჩემ შემთხვევაში საავადმყოფო აღიარეს დაზარალებულად ეხლა რა ერთი თვენახევრის წინ დაახლოებით. და ანუ ადვოკატს არ აცნობენ საქმის მასალებს, ანუ არ ატანენ და საქმის მასალებს. და მაგასთან დაკავშირებით შევიტანეთ საჩივარი. რატომ შეიძლება არ გაძლევდნენ საქმის მასალებს? თან თვითონ. ნუ ახლა როგორც ხვდები, სხვა საქმეებთან შედარებით, ჩემ უშუალოდ თემაში ბევრი იყო ჩართული რა, ანუ იქ ესე არ გამოვა, რომ ვიღაცის ანუ პიროვნული გადაცდენა, ვიღაცა ერთეული პოლიციელის იყოს რა, იმიტომ რომ იქ რავი ყველა მიბრახუნებდა აბსოლუტურად რა. ხო ვიდეოთან მარტო 2 წუთიანი არის. 1 წუთით ადრე აქვს უკვე დაწყებული ალბათ ეგ ზემატყება. მერე სადაც თავდება იმის მერე გამიშვეს, გამანთავისუფლეს. დაბლა რო წავედი იქაც მიბრახუნეს, იმიტომ რომ ახლა ყვითელი კურტკა მეცვა და უკვე სახეზე ნაცემი ვიყავი და ყველა ახალი პოლიციელი დაბლა ვინც ხდებოდა, ყველასთვის ასახსნელი მქონდა რომ გამიშვეს. სანამ მაგას ვეტყოდი, იმენა 1-2 ხდებოდა. და ბოლოში გასული უკვე რომ მიტინგებს უნდა შევერთოდი, შემომაბრუნეს ვინ გაუშვა ეგ ვიღაცამ დაიძახა და ისევ მესამე წრეზე ამატარეს და მერე უკვე მანქანაში შემაგდეს. ბრძანება რო არ ყოფილიყო, ანუ ეგრე არა, ანუ არაფრის გამო ეგრე არა, ანუ არ ვხა. თუ ვიღაცის წინაშე არ უნდა წარაჩინო თავი რა. კარგად ჩანს ჩემ კადრებში სახე და უცვლელი ერთი პიროვნება სავარაუდოდ 10 მეთაურია ან 20 მეთაური. უბრალოდ იმის დაკითხვაც კი საკმარისი იქნება, რომ დამნაშავეები დასაჯონ. მეტი არაფერი. სადაც მოხდა ჩემი დაკავება, იქ ზუსტად იქიდან გამორბიან და იმას მოყვება ის არაჩაფუტი და სახე ვისაც უჩანს ყველაზე კარგად ის პიროვნება. ის უშუალოდ მონაწილეობდა თვალზე თავდასხმაში. ფარი ეჭირა იმას და ფარით იცავდა რომ რაღაც არ მოხდებოდა სავარაუდოდ. და ალბათ საქართველოს დროშამ გააღიზიანა, და საქართველოს დროშამ ეჭირა სრულიად უცხო პიროვნებასთან ერთად. ჯერ დაიწყეს რომ დამაკავეს, მაგას დაკავება აღარ აქვს, ანუ გამისორდნენ როგორც შევიათ ზოგადად მაგათ ცემეს კადრებში კარგად ჩანს და მე გავითიშე და ძის ვიწექი და იმის მაგალითად რომ სამართლოში გადავიყვანე სასწრაფოს და ის დაერეკათ სამართლოში დამიყვანეს კაპეზე გადამიყვანეს მე და მე სასამართლო ჩამინიშნეს და როგორც ყოველთვის მე და გამამტყუნეს და კიდევ ამ დასანქცირებულმა ყობა ჩაგუნავა 2000 ლარი დამაჯერიმა. გამოყვეს ერთი ჯგუფი ან სავარაუდოდ 10 კაცი. 10 კაციდან სადღაც ერთი 5-6 კაცი მიყავდა, იმიტომ რომ მე სამხარაულის ექსპერტიზა რო ჩამიტარეს, ნუ თვითონ ექსპერტიც კი გაგიჟდა, იმიტომ რომ სახეზე რომ ქონდა დაზიანება, ანუ გახდას აღარ თხოვდა რომ გაიხადე, რომ სულ შეგამოწმოდა. არ ვაპირებდი გახდას და რომ გავიხადე, თვითონაც გაგიჟდა, სულ დარუჯებული ვიყავი უკან. ანუ წიხლი მუშტი ყველაფერი მოხდებოდა რა და გართხმის დროს ისე არ ვერ გამთიშეს, უბრალოდ მე ტკივილებმა გამთიშა და მაგიტომ დავეცი ძირსა და ნუ სისხლის წამომივიდა მე და აკითხონ იცათ მეთაური და ყველაფერს გაიგებენ მაგას. 10 მეთაურს ხო შევიდა ბრძანება, 10 მეთაური მე გასცემს იმ 10 კაცზე ბრძანებას. ბრძანების გამცემია ჩვეულებრივად. თქვენ მზად ხართ ბოლომდე იმდაოთ? გამოძიება რა ეტაპზეა? არ ვიცი. არა პროკურატურა საერთოდ არ დამოკავშირებია. არ აინტერესებს რა, შემოდის როგორც ბევრი საქმე თაროზე და ედება ყველგან. ყველგან იქცეოდნენ ერთნაირად, ანუ დავალება იყო რომ უნდა ყოფილიყო ეს სასტიკი დარბევა. თანაც აღმავალი ხაზი, ანუ რას უგულისხმობ, იცით?
ყოველ მეორე დღეს ეს სისასტიკე უფრო მაღალ დონეზე ადიოდა. ჩემი შემთხვევა არის 29 ნოემბერი. ეს ერთ-ერთი პირველია რა, ასე ვთქვათ, იმ ამბების დროს და გაცილებით მეტი სისასტიკით მოექცნენ მერე და კადრებში ძალიან კარგად ჩანს, ეხლა საქართველოს და 10 კაცი ერთ ადამიანს რო ურტყამს, ეს არ თავსდება არაფერში აბსოლუტურად, არც კრიმინალურ ცნობიერებაში არ თავსდება, მით უმეტეს სამართალდამცავებასთან ამას არანაირი კავშირი არ აქვს, იმიტომ რომ თუ რამე დავაშავე, ამას თავის წესები აქვს. ეს არ არის ის ადგილი, სადაც ვთქვათ პირისპირ ვდგავართ ხალხი და პოლიცია, ან ხალხი და გედედა ერთმანეთის წინააღმდეგ და ეს არ არის ის ადგილი, სადაც ემოციურად შეიძლება რაღაცა გამოიწვიოს შელაპარაკება და ამას მოყვეს. არა, საბოლოო ჯამში ყველაფერი ხდება ოფისში. როცა წავიქცევი და უცბად წამომესევიან, იმიტომ რომ დამეწევიან, ნაწილი მე აირბენს ჩემი მეგობრებისკენ, რომ იმათაც რაღაც გაუსწორდნენ, მე უკან ბრუნდებიან და ისევ აგრძელებენ ფიზიკურ ანგარიშს, იმიტომ რომ აქ ხო არაფერი არ იყო, არა, კიდე ერთხელ გავიმეორებ, არ მიყვარს ზოგადად ადამიანების შეურაცხყოფა და მით უმეტეს პოლიციელებზე გინება, რომ ჩემი მიზეზები მაქვს ამის. არც კი გავრბოდი. ანუ ეს იყო ჯგუფი, რომელიც პატრულირებდა აი ამ სივრცეზე პარლამენტის შენობიდან ბესიკის ქუჩის ჩათვლით და შემოხვა რომელიღაც ჯგუფს მე ამ დროს ოფისიდან გამოვედ. და იქ არ ვიცი, ემოციური ურთიერთობა იყო, გაღწევასაც კი არ ვაპირებდი. 20 მეთაური იქნება ეს თუ ბრძანების განცემი, ვინც იყო კურატორი ამ ადამიანების ძალიან კარგად იცის ის 8-10 ადამიანი რა გვარია. ყველასი, აბსოლუტურად ყველასი, იმიტომ რომ ჯგუფად დადია. რეალურად სასამართლოს თუ ნამდვილ გამოძიებას რომ დაჭირდეს, ამათი იდენტიფიცირება არაფერი არ არის. უბრალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხია, გვინდა ეს გამოვიძიოთ თუ არ გვინდა რომ გამოვიძიოთ. არა, თქმა უნდა, არაფერი. მიბჯენით გვესროლეს რეზინის ტყვიები, ერთი ფეხში მომხვდა, მეორე თავში მომხვდა და ამან დამიცვა და ეს გახრიდა. საგამოძიებაში დაგვიბარეს და ჩვენ მაგისტრ მოსამართლესთან მოვითხოვეთ შეხვედრა და ვიყავით სასამართლოში, იქ გამოვიკითხეთ და გვეკითხებოდნენ, ამოვიცნობდით თუ არა. თვითონ იცოდნენ კარგად, ვინ ყავდათ მაგ დღეს აქ გამოგზავნილი, რამდენი ადამიანი იყო სიტყვაზე 20-ეული და იმ 20-ეულიდან შეუძლიათ ნახონ ვინ ისრო და იმ რეზინის ტყვიებს. ყველა ხო არ იცვრის. არავინ არ დასჯილა? არა, იმის შემდეგ უკვე არავინ არ დაუბარები ვართ. იყო შემთხვევა, როდესაც თქვენ ამოცნობა შეძელით. კი, ეგ სხვა შემთხვევა იყო. ეგეც რუსული კანონის პერიოდი იყო, 2 მაისი იყო, გმირთა მოედანზე. მე დამიჭირეს ჩემთან ერთად TV პირველის ახლანდელი ჟურნალისტი, ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი იყო. ამ დასაჭერ მანქანებში შეფყარეს, ბორკილები დამადეს. ერთ-ერთმა დაიძახა უკნიდან, უკანაც დაჭერილები ყავდათ. მე შედარებით წინ ვიჯექი და ერთ-ერთმა პოლიციელმა თქვა, რომ თავი ჩაყოფინეთო და აი რო დამაწვნენ თავზე, მაგ დროს დამიწყეს რთმა და ჩემს გვერდით შემდეგ უკვე ასევე დამკავებლად გაფორმდა ვინმე დარახველიძე, 22 წლის ბიჭი იყო. სახეზე ვიცნობ, შემდეგ უკვე ეს ადამიანი მელიქიშვილზე ვნახე, როცა მათე დევიდის მხარდასაჭერი აქცია იყო, როცა მიუსაჯეს მას. და იქ უკვე შეშინებულივით იყო. აი ხა თვალწინ მიდგება მისი სახე, ამათაც ავალებენ და შესაბამისად ესენი თვითნებურად არაფერს არ აკეთებენ. ვისაც უნახავს, ვისაც გამოუცდია ეს ყველაფერი, ვიდეოებს გვიღებენ, რომ შემდეგ უფროსებს აჩვენონ. ანუ თქვენზე თავდამსხმელთან რომ მიხვედით, ის მიხვდა რომ ამოიცანით? კი, როგორ არა, თვითონაც მიცნო. ნებისმიერ დროს შემიძლია. ეხლა თუ არ იქნება გამოძიება, დარწმუნებული ვარ, მომავალი ხელისუფლება, რომელიც მოვა, ის აუცილებლად გამოიძიებს. მაგრამ პროცესი დავიწყოთ, მაგაზე პრობლემა არ არის. ეს ყველაფერი იყო ძალიან ორგანიზებული. ვიდექით წყნარად, აი აქ უცებ იხსნება რობოკოპების კედელი, ერთი უნიღბო ტიპი, რომელიც დიდი ალბათობით იყო ამათი 20 მეთაური, მოდის ესე და იწყებს ღრიალით, რომ პოლიციელებს ვინ შეაგინა. ვერაფერს თქმა ვერ მოასწარი, იმიტომ რომ ამის ზურგიდან უკვე 20-ეული რო გამოიშალა, ყბაში მოხვდა და გავიტიში. პირველ გავიტიში აქ და წაქცეულს მიტყეს, ბევრი ფეხი, ბინძურესი გინება, დარტყმები გავიტიშე და მე წამომაყენეს. მამაშვილს არ შემთხვევით ნასწავლები, რომ არასდროს ფორმიანს არ შეაგინო და თუ მათ ხელში მოხვდები, უთხარი, რომ პოლიციელის შვილი ხარ, მამაშვილი მსახურობდა პოლიციაში ადრე. მერე დაუწყე ყვირილი, რომ მეთქი არ შემიგინებია პოლიციელებისთვის და მამამ ყავდა პოლიციელი და არ შევაგინებდით ხო რა. ამ მომენტში გაჩერდა დარტყმები და რაღაცნაირად მეთქი რა მუშაობს, ხედავ ისმით თურმე რაღაც. აღმოჩნდა, რომ აი კუთხეში 2 კამერა იდგა, აქედან იყო დაკეტილი უკვე მედიისთვის რა შესასვლელი. 2 კამერა იდგა, სადაც კამერის წინ ცემით არ გამატარეს რა.
აი როგორც კი თვალს მოვეფარეთ, მოვყავდით აი ესე მქონდა ხელები გადაგრეხილი. ხელები გადაგრეხილზე ესე რო ხარ ყველა სახეში გირწყამს ხელს. მინივენში 3 ადამიანს სვამდნენ წინ, ორივე კარი იღებოდა და ათეული იქედან, ათეული აქედან და აი გამეტებით თავში რტყმა და უბინძურესი გინება. აი ეს უნიღბო ვინც იყო, იმას აწონებენ თავს. აი ვიღაცის დასანახად გცემენ, კიდე ცალკე უბედურება არის. ამ უნიღბოს იდენტიფიცირება შესაძლებელია. უნიღბოს იდენტიფიცირება კი რაღაც აი ფოტოებიდან ამოვიცნობ რა, უეჭველი. რაღაცეები რაც მისი დამახასიათებელი თვისებები იყო, მე მახსოვს და ეხა იქ დარწმუნებული ვარ რაღაცა ოქმები, რაღაცეები რო არსებობს, იქ ეწერება და მოკლედ მინივენში რო ჩაგუტენეს, იქ გცემეს და რაღაც მომენტში გინება გრძელდებოდა, მაგრამ დარტყმა შეჩერდა და რო გამოვიხედე აღმოჩნდა რომ კამერიანი, პატარა კამერა ეჭირა ტიპს ხელში, ის ყავდათ დათრეული ამ ნიღბიანებს და ამაზე იწევდნენ. და ამან დაუწყო რომ თქვენიანი ვარ და რეალურად მართლა მათი პრესცენტრის ტიპი იქნებოდა, იმიტომ რომ ჟურნალისტის გარეშე იყო და არავითარი ის არ ეტყობოდა ესე კამერას რა. და იმ ადგილას ვერავინ ვერ შემოვიდოდა მედია წარმომადგენელი, სადაც ამათ მინივენი ეყენა. ამოიკითხა ვინმე გედედეს თანამშრომელი შესაქმნელზე? არავის საერთოდ არა. აი აქ ამდენი კამერა არავითარი კამერა. არც ერთი კამერა არ არის ამოღებული. თუნდაც ის კამერა შიგნით რო შემოვიდა, იმ კამერას რამდენი ეგეთი თემა აქვს გადაგებული, ხო? დარწმუნებული ვარ რაღაცა აი ცხოველური აღტაცებით უყურებენ მაგ კადრებს თვითონ და ერთმანეთთან წასახალისებლად და დასასჯელად გამოიყენებენ მაგ მასალას. და არა გამოძიების. არა გამოძიების 20 მეთაური ვინ იყო, მაგას რა მე ამოვიცნობ. საქმეზე რომ მიდის, მაგრამ არ დგება საქმეზე.